ანუ გინდა ერთიანობა ყველასთან ერთად, მაგრამ ამავდროულად იზახი რომ იცი რა, მოდი პარტიები გაიწიონ. ახალგაზრდები იმის მაგივრად რომ უერთდებოდნენ აი ამ ძველ პარტიებს, ბოლო პერიოდიდან და ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, პირიქით ეხსნებიან. სიის პირველ ლოცეულს ავიღებ, საარჩევნო სიის, ჩახედეთ და იქ ნახავთ თქვენ მინიმუმ 10-ზე მეტ ახალსახეს. ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, რაც არ მოხდა არც წინა საარჩევნოდ და არც არჩევნების მერე. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ძველმა თუ ახალმა იმისთვის, რომ ეს ადამიანები კი არ გაურბოდნენ ქართული ოცნების შემოხაზვას, უნდოდეთ ოპოზიციის შემოხაზვა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როდესაც 2-3 ადამიანია დაჭერილი, ამ პერიოდში პოლიტიკური პარტიები გაჩერებულები არიან. არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მიზანი აქვთ ოპოზიციურ მთავარძალად ყოფნა და არა ხელისუფლების ჩანაცვლება. სათხართ ეს ახალგაზრდები, რომლისთვისაც რავი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტანკებსაც წინ დაუდექით, ტყვიებსაც წინ დაუდექით, რაღაცა ელემენტარული დამოუკიდებელი საქართველო მოვიტანეთ. ეს ახალი პოლიტიკური სახეები საიდან უნდა გაჩნდნენ? თუ ვინმეს დღეს რამე ცოდნა გამოცდილება აქვს, წარმოუდგენელია, რომ სადმე უკვე ვიღაცასთან არ ასოცირებოდეს. გამიხარდება ბექას ძალას მალე თუ ვინახავ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაემუქრებიან აკრძალვით, იმიტომ რომ ხედები არაჩვეულებრივი აქვს. მოგესალმებით, გადაცემა კამათობა მორიგი ეპიზოდით გიბრუნდებათ. ეს არის პოლიტიკური დებატების სერია, რომელშიც განვიხილავთ ხალხისთვის საინტერესო თემებს და პოლიტიკურ მოვლენებს. მე კი მისი წამყვანი ანა ყაულაშვილი ვარ. შეგახსენებთ, რომ კამათობა გადის ყოველ ორშაბათს 22 საათზე მის YouTube პლატფორმაზე. მოგიწოდებთ, რომ გამოგყვეთ, დაგვაფოლოვოთ, უყუროთ ვიდეოს და ასევე დაგვალაიქოთ და თვალი გვადევნოთ სხვა სოციალურ ქსელებშიც, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ასევე გეტყვით, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი. მომავალი კი მათია, ვინც წარსულის გააზრებით ხვალინდელ დღეს ქმნის. რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღეს გადავწყვეტთ, რომ გვესაუბრა ახალგაზრდებზე და მათ როლზე პოლიტიკაში. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ საჭიროა ახალგაზრდული ძალა და ახალი ძალის გამოჩენა ზოგადად დღევანდელ პოლიტიკაში და იმედოვნებენ, რომ ახალი თაობა არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ახალი დღის წესრიგის შემოთავაზება და ალტერნატიული პოლიტიკური პროცესების დაწყება. ჩვენ აქ გვყავს ახალგაზრდები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პოლიტიკის და პოლიტიკოსობით და რომლებსაც განასხვავებთ ხედვა თუ როგორ უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები პოლიტიკაში. გულისხმობ, რომ უნდა იყოს ეს შეკრული ძველ პოლიტიკურ პარტიებთან კონსოლიდირებით, თუ საერთოდ ახალი პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს და ასე მოხდეს მათი მოსვლა პოლიტიკაში. ჩვენი სტუმრები არიან ბექა ხალიბეგაშვილი და მიხეილ მესხი. მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის, დროის დათმობისთვის და ნდობისთვის. მინდა რომ აი ამ თემებზე ვიდებატოთ დღეს, ვიმსჯელოთ, როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების მოსვლა, ახალი თაობის მოსვლა იმ პროცესებში, რაც დღეს ხდება საკმაოდ რთულია ორივე გზის არჩევა, იმიტომ რომ საერთოდ ახალი ძალის ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია, ახალი სახეებით, ახალი გამოცდილებებით, ახალი სტრატეგიებით მოსვლა საკმაოდ რთულია, მაგრამ ასევე ძალიან რთულია კონსოლიდაცია იმ პარტიებთან, რომლებიც აიკრძალნენ და ასევე ემუქრებათ აკრძალვა იმ ადამიანებსაც, ვინც მათთან არიან აფილირებულები. ამიტომ აქვს ორი მხარეს პლუსი, ასევე მინუსი. მინდა რომ ჯერ გაეცნოთ მაყურებელს და ძალიან მოკლედ დააფიქსროთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მანამ სანამ უშუალოდ დავიწყებთ თემების ჩაშლას და არგუმენტების შემოტანას. მიხეილ, შეგიძლია დაიწყო? კი ბატონო, მოგესალმებით. სულ რაღაც ორი სიტყვით. კი ბატონო, მე მიხეილ მესხი ვარ. ამ შემთხვევაში ვარ აქტიური მხარდამჭერი პარტია ახლის და კოალიცია ცვლილებისთვის. მოცემული თემაზე ვფიქრობ, რომ აუცილებელია როგორც არსებული პარტიების ახალგაზრდების შევსება და გაჯანსაღება, ასევე რაიმე ახალგაზრდული პლატფორმის არსებობა, თუნდაც რამოდენიმესი, ეს ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის და არ უნდა ქონდეს პოზიცია, რომ ერთმანეთს დავუპირისპირდებთ. პირიქით, რაც უფრო მეტად გაგვეერთიანებს, უკეთეს იქნება ჩვენთვის. მადლობა, ბექამ. მოგესალმებით, ბექა ხალიბეგაშვილი. მე ვემხრობი, რომ რა თქმა უნდა საჭიროა ახალი სახეები პოლიტიკაში, ახალი იდეებით, ახალი შემოთავაზებებით. შენ უკვე ახსენე დასაწყისშივე, რომ საზოგადოებაში ძალიან დიდი დაკვეთა ამის და შესაბამისად ახალგაზრდები მაქსიმალურად ორიენტირებულები უნდა ვიყოთ, რომ დამოუკიდებლად ახალი იდეებით, სუფთა, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილებით და წარსულით შევიდეთ პოლიტიკაში და საზოგადოებას ვაჩვენოთ, დავანახოთ პირველ რიგში, რომ ის იმედი, რომელიც გადაწურული აქვთ იმით, რომ ერთი და იგივე სახეები უკვე 10 წლეულები ატრიალებენ პოლიტიკაში და სიახლეს ვეღარ თავაზობენ საზოგადოებას, დობაა დაკარგული საზოგადოებაში, აი ეს ყველაფერი რომ რაღაცნაირად გავაქარწყლოთ და იმედი დაუბრუნოთ საზოგადოებას. მადლობა. სანამ დებატზე გადავალ, წესებს შეგახსენებთ, ასევე სიახლე გვაქვს
გვაქვს წესებში დამოყურებელსაც გავაცნობ. გვაქვს 4 ბლოკი, გვქონდა უბრალოდ აქამდე 4 ბლოკი, რომელიც 3 ბლოკად გადავაქციეთ. პირველი იქნება ჩვეულებრივი უცვლელი 5 წუთიანი რეჟიმი, სადაც შეგიძლიათ თქვენი არგუმენტების შემოტანა და მთლიანად თქვენი იქნება ეს დრო, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თქვენ გაგიხარდებათ თემის ჩასაშლელად. გვქონდა მეორე და მესამე ბლოკი, როდესაც განვიხილავდით 20 წუთიან ეპიზოდში ამ თემას დიალოგის რეჟიმში და ასევე გვქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმი, სადაც მე ვსვამდი კითხვებს თითოეულ თქვენგანის მიმართულებით. გადავწყვეტეთ, რომ ეს ორი ბლოკი გაგვეერთიანებინა, გახდეს 30 წუთი და კითხვის დასმის შესაძლებლობა მქონდეს ნებისმიერ მომენტში ორივე თქვენგანის მიმართულებით და მგონია, რომ ესე უფრო ამოუწურავთ თემას, ვიდრე გაყოფით 30 წუთიან ეპიზოდებად და ბოლოს გვექნება 2 წუთიანი შემაჯამებელი ბლოკი, სადაც შეგიძლიათ დღევანდელი დებატის შეჯამება და იმის დამატება, რასაც იფიქრებთ, რომ გამოგრჩათ ან ისურვებდით, რომ დაგემატებინათ. მთავარი წესი არის ისევ კამათლის გაგორება, იმისთვის რომ გავიგოთ ვინ დაიწყებს. ნახე რა სიმბოლურია. 4 გაგორა მიშა. და 1, 41-ს. არა, ეგ აღარ გვინდა. ეგ აღარ გვინდა. კარგი, მიშა შეგიძლია დაიწყო, 5 წუთი გაქვს და ჩაატიო ყველაფერი ამ დროში. მოკლედ მე დავიწყებ იმით, რომ აი როგორც 41 აღარ გვინდა, ეს იყო დაკვეთა, რაც მივიღეთ ქართველი ამორჩევლისგან. შარშან თითქმის ამ დღეს 2 დღით შედარებით უფრო ადრე. და ეს განაპირობა მეტწილად იმან, თუ როგორი პარტიები იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციურ სპექტრში. მჯერა იმის, რომ არსებობს გარკვეული რაოდენობა, რომელიც ოცნების საწინააღმდეგოდ აძლევდა ხმას, მხოლოდ და მხოლოდ, მაგრამ ასევე იმის შერო, რომ ძალიან დიდი ელექტორატი ყავს არსებულ პარტიებს, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც არ გარიგდნენ ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მინდა გამომახვილო ნომერ 4-ზე, იმ კოალიციაზე, რომელსაც მხარს უჭერ. უპირველეს ყოვლისა იმის თქმა მინდა, რაც მთავარია, რომ არის მოცემულობა, როდესაც კონკრეტული პარტიები ფუნქციონირებენ ქვეყანაში, ამ პარტიებს თუ გააჯანსაღებენ ახალგაზრდები, როგორც ეს მოხდა შარშან, უპრეცედენტო რაოდენობით, შედეგი იქნება დადებითი, რატომაც არა ეს კარგია. მეორეს მხრივ მე არ მახსენდება სოფლიოში არც ერთი პოზიტიური ლიდერი, პოზიტიური წარსულით აწუყვი-აზბყოში, რომელიც მოსულა ერთიანი გავლენით და რაღაც შეუცვლია. აი ბოლოს იყო ესეთი უგო ჩავესი, როგორც მოვიდა მესამე ძალის პრინციპით, მოვიდა უმრავლესობით და მის მოღვაწეობაზე ბევრს არ ვისაუბრებ. საქმე ის არის, რომ ერთადერთი დაკვეთა, რასაც მე ვხედავ ქართული ხალხის უმრავლესობაში, არის ის, რომ არავინ არ ჭირდებათ ერთპიროვნულ მმართველად. იქნება ეს ძველი, ახალგაზრდული ძალა, თუ იქნება მათი სინთეზი, მათ ჭირდებათ მრავალფეროვნება. ჩემი აზრით, თუ შეიქმნება ახალგაზრდა ხალხის, თუნდაც გამოცდილი და ახალგაზრდა ხალხის სინთეზი, იქნება სხვადასხვა პარტიები, ჭრელი, ვთქვათ, ძალები, იქნება არსებული პარტიები, ეს ყველაფერი ერთმანეთს გააძლიერებს და ეთანამშრომლება დიქტატურის წინააღმდეგ და არა პირიქით ერთმანეთის გარიცხვას მოითხოვენ ასე ვთქვათ, პროცესიდან სხვადასხვა გზით, იქნება უფრო დადებითი და უკეთესი. შემიძლია მარტივად თქვა ერთი ჭეშმარიტება, რომელიც უკვე დადასტურდა გუშინ და ეს არის რეჟიმის სახე. რეჟიმი თანახმა ყავდეს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, რომ არ უშლიდეს ხელს მის სწრაფვას ავტორიტარიზმისკენ. ორ შემთხვევაში შეუძლია დღესდღეობით პარტიას არსებობა, ეს არის თუ ის საფრთხეს არ წარმოადგენს სათანადოს ქართული ოცნებისთვის და მეორე თუ ის მასთან შეკრულია. მრავალი პარტია გვყავს უკვე სამწუხაროდ ასეთი, შემიძლია ჩამოთვალო ეს არის გირჩი, ეს არის უკვე გახარიას პარტია, რომელიც შევიდა და ლეგიტიმაციას აძლევს რეჟიმს და ყველაზე თავხედური, რაც იყო თუნდაც კობახიძის განცხადებიდან და მიზეზი, რომ თითქოს და წინა რეჟიმის ბრჭყალებში გადმონაშთებს გრძალავდნენ, იყო ის, რომ გრძალავთ ყველას, ვინც საბოტაჟს გვიწყობს, ანუ ვინც ლეგიტიმაციის პრობლემას გვიქმნის, როგორც შიდა ისე საგარეო არენაზე და მგონია, რომ ეხა ნებისმიერ შემთხვევაში პარტიის შექმნა და პოზიციონირება ველზე არის იმის მანიშნებელი, რომ ოცნებასთან შედიხარ პირდაპირ თუ ირიბ გარიგებაში. თუ ახლა რუსული რეჟიმი არ გიქმნის პრობლემას, არ გემუქრება მინიმუმ აკრძალვით, თუ საკუთრივ საერთოდაც არ გრძალავს, ესე იგი მასთან რაღაც გარიგებაში უნდა იყოს კონკრეტული ძალა. ასეთი ძალა ჩემთვის პირადად მრავლად არის უკვე დღეს. და სწორედ ის პარტიები და ის პალიტრა, რითაც აპირებენ მომავალი არჩევნების ჩატარებას, საკმაოდ ნათელია. მე საერთოდ არ ვეწინააღმდეგები ახალგაზრდული პოლუსების შექმნას პირიქით, უბრალოდ მგონია, რომ აი ის პარტიები, რომლებზეც თუნდაც ეკას პრეტენზია ქონდა, რომ არიან ძველი სახეებით სავსე, რატომაც არა, უნდა იყვნენ გადახალისებული. ერთის მხრივ გული მწყდება იმაზე, რომ ლელომ წაიყვანა რამოდენიმე მშვენიერი ახალგაზრდა და მიაღებინა ფარსში მონაწილეობა, მწყდება ძალიან ბევრ ადამიანზე გული, რომლებმაც გახარიას პარტიაში დაიდეს, ასე ვთქვათ, საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების პირველი ნაბიჯები და თუნდაც ვიკა ფილფანზე, რომელიც
უკვე პარლამენტის ასე ვთქვათ დეპუტატი გახდა, მაგრამ არა უშავს, ასეც ხდება. რატომ ვარ მე ხა იმ კოალიციის ერთგული, რომელსაც შარშან აი ამ დროს გადავწყვიტე რომ გავყოლოდი. მე ზუსტად ის პოზიცია მქონდა, რაც ეხა ბექას უჭირავს და მშვენივრად უჭირავს, ვიყავი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ეძებდა ამ პოლიტიკურ ჭრელველზე ისეთ ძალას, რომელსაც ხარს დაუჭერდა. მქონდა კონკრეტული წითელი ხაზები, მქონდა კონკრეტული იდეოლოგიური თანაკვეთა. ჩემი წითელი ხაზი, ჩემი ბავშვობიდან, ოჯახიდან და საერთოდ იმ ხაზიდან გამომდინარე, რასაც ვატარებდი, ყოველთვის იყო რუსეთი, რუსეთთან გარიგება ნებისმიერ შემთხვევაში. ესეთ ძალები გამოირიცხებოდა, ასევე ისეთ ძალები, რომლებიც თანამშრომლობდა რუსულ რეჟიმთან, რადგან თუ სხვებისთვის არა, ჩემთვის რეჟიმი 2011 წლიდან კი ბატონო რუსული იყო. და რაც მთავარია, დღემდე ვრჩები ამ კოალიციის ერთგულ ამორჩევლად, იმის გამო რომ ის არ გარიგდა და არ შევიდა ზუსტად იმ თამაშში, რაშიც ოცნებას შეყვნენ დიდი ფინანსური რესურსით მქონე პარტიები, რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი სამწუხაროა. მაგრამ არ იქნება საკმარისი, რომ საერთაშორისო არენაზე ჩამოწმინდოს მათ ის შავილაკა, რომელიც აი CSKA-ს თავმჯდომარეს ძალიან კარგად შეესხა თვალებში. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს. მადლობა მიშა, საინტერესო გამოსვლა იყო ნამდვილად. ბექა შეგიძლია რომ უპასუხო და შენი არგუმენტებით შემოიტანო. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში პარტია რას უნდა აკეთებდეს, ხო, უნდა უსმენდეს საზოგადოებას და საკუთარ ამორჩეულს. როდესაც საუბარია იმაზე და ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებაში არის მოთხოვნა ახალი სახეების და ახალი პარტიის, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიები, რომლებიც ისევ და ისევ ძველი პოლიტიკური სახეებით არიან დაკომპლექტებული და ეს პოლიტიკური სახეები უწოდებენ ლიდერებს, არ უსმენენ საკუთარ ამორჩეველს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად დემოკრატიულია ის მექანიზმი, როგორც აი ამ პარტიებში ხდება ლიდერების არჩევა. ხო, როდესაც ახალგაზრდების ჩართულობაზე არის საუბარი, ახალგაზრდებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, თუნდაც იმ სტერეოტიპებთან დაკავშირებით, რომელიც აი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკურმა სპექტრმა დაგვიტოვა, რომ ეს პოლიტიკა ბინძურია, პოლიტიკური სახეები ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გარიგებებში გაიხვევიან და რითიც დაიბინძურებენ, ასე რომ ვთქვათ, თავის კარიერულ თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ხო? აქედან გამომდინარე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ უამრავი კვლევა ტარდება, რომელიც თუნდაც 1 წლის წინ ჯერ კიდევ არჩევნებამდე საზოგადოება ღიად აფიქსირებდა იმას, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ერთი მიზნით, თუნდაც აი ამ პროდასავლური მიზნით, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია ესე ცალსახად გაიძახის, არიან პოლიტიკურ სპექტრში, უნდა გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით უნდა იბრძოლონ ქართული ოცნების წინააღმდეგ. ეს ვერ მოხერხდა ვერც წინასაარჩევნოდ და ვერ მოხერხდა მაშინაც კი, როდესაც უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და პოლიტიკოსებისგან ერთადერთი ითხოვდა იმას, რომ გაერთიანებულიყვნენ, რაც ერთადერთი შეხვედრებში აისახა სალომე ზურაბიშვილთან და ვერანაირი შედეგი ვერ დაიდო, ხო? ამ პოლიტიკურმა პარტიებმა საბოლოო ჯამში დაიწყეს ერთმანეთისგან თითის გაშვერა და ერთმანეთის დაბრალება. რაც შეეხება იმას, რომ ეს ძველი სახეები, რა თქმა უნდა, აკრძალვას არ ვეთანხმები, ეს აუცილებლად უნდა დავაფიქსირო იმ ფორმით და მეთოდებით, რომელსაც დღეს ქართული ოცნება მიმართავს და იყენებს ჩვენს წინააღმდეგ და ზოგადად ოპოზიციური სპექტრის წინააღმდეგ. როდესაც საუბარია იმაზე, რომ გაერთიანება უნდა მოხდეს ერთიანად და მთლიანად, ხო? და ახალგაზრდების ჩართულობაზეა საუბარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდამ უნდა დაინახოს პერსპექტივა, რომ მას შეუძლია თავისი ცხოვრების გზაზე, პროფესიულ გზაზე რაღაც წინსვლა განიცადოს, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში. ასე რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მექანიზმი, რომელიც შიდაპარტიულია, ვთქვათ, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ახალგაზრდებმა დაინახონ, რა შესაძლებლობა თუნდაც შიდაპარტიულად შეიძლება მიეცეს და როგორ შეიძლება პოზიციონირდეს საზოგადოების წინაშე, რომ დაინახოს, რამდენად სწორად აქვს საკუთარი მიზნები, საკუთარი იდეები ჩამოყალიბებული, რამდენად ახლოს არის საზოგადოებასთან და რამდენად შეუძლია რომ საზოგადოების გამოძახილს უპასუხოს. რაც შეეხება იმას, მიშა მახსენა ეხლა, რომ თუ რომელიმე პარტია არ უქმდება, შესულია გარიგებაშიო. ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ნომრის წინააღმდეგ მიღებულმა ამ რაღაცა მართლაც რომ მიუღებელმა ყველანაირად გადაწყვეტილებამ არ აკრძალა დროა და გირჩი. რამდენად არის დროა და გირჩი, ვთქვათ, აი ამ გარიგებაში ბიძინა ივანიშვილთან შესული, ეს იქნება პირველი კითხვა, რადგან პრინციპში მინდა რომ მიშომ უპასუხოს, ხო? კიდევ ერთხელ არ ვიცი, ეს ყველაფერი ახლა ვისთვის როგორ აისახება და მე შევეჩეხე იმას, რომ როდესაც ოპოზიციის მიმართ მაქვს კრიტიკა, თვითონ ოპოზიციური რაღაცა გარკვეული, ესე რომ ვთქვათ, ბაბლებისგან მიუღებლობა რა ამ აზრის, რომ როგორ შეიძლება
კრიტიკულად იყო განწყობილი და თუნდაც კითხვები დასვა, ხო? კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ოპოზიციურ პარტიებს სჭირდებათ, რომ დაფიქრდნენ იმაზე, რა საკეთებდნენ აქამდე და როგორ აპირებენ რეალურად გაგრძელებას და პოლიტიკურ რაღაცა სივრცეში მოღვაწეობას, არის ის, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როდესაც 2-3 ადამიანია დაჭერილი, ამ პერიოდში პოლიტიკური პარტიები გაჩერებულები არიან. როდესაც ეკითხები, რომ რა არის გეგმა, რას აპირებთ, რას აკეთებთ, აი თუნდაც მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც აქტიურად გამოდიოდა საზოგადოების პროტესტის რაღაცა გასძლიერებლად, ხო? და აღარ გამოდის, როდესაც ეკითხები, რატო აღარ გამოდიხარ, ვერ ვხედავ პერსპექტივას, ვერ ვხედავ რას მთავაზობენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცა პასუხისმგებლები უნდა იყვნენ პოლიტიკური პროცესის დაწყებას და წარმართვაზე, ხო? და როდესაც საუბარია კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ლიდერის მოთხოვნა. ჩვენ არაერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ყავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ფართო მასისთვის და დიდი ნაწილისთვის, თუნდაც იმ ნაწილისთვის, რომელიც ქუჩაში ყოველდღიურად გამოდის და გამოდიოდა, არ არსებობს ერთი ასეთი ლიდერი. არ ვიცი, ეს ამაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო რამდენიმე დღის წინ ფორმულა სტუმრად და იმანაც ახსენა, რომ საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა და ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, რაც არ მოხდა არც წინა საარჩევნოდ და არც არჩევნების მერე. და როდესაც ხარ ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელიც საკუთარ ამომრჩეველს და ოპოზიციურ ამომრჩეველს ცალსახად და ნათლად მოუწოდებ, რომ მივიდეს არჩევნებზე, რადგან არჩევნების გაყალბება შეუძლებელია და შემდეგ ყალბდება ეს არჩევნები, შენ ელემენტარული იმის გარანტია, ანუ ვერ მოახერხე, რომ საკუთარი ამომრჩევლის ხმები დაგეცვა, იმ პირობებშიც კი, როდესაც აქტიურად მოუწოდებდი, რომ გამოსულიყო. და მისულიყო არჩევნებზე, ხო? შესაბამისად, ანუ რას აკეთებენ ეს ოპოზიციური ძალები დღეს არსებული და როგორ აპირებენ საერთოდ, რომ რაიმე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. მადლობა ძალიან დიდი. ჩვენ ახლა ჩავთავთ 20 წუთიან საერთო დისკუსიის რეჟიმს, სადაც იქნება კითხვები, პასუხები, დიალოგის რეჟიმი არის შეგახსენებთ ეს და რაღაც კონკრეტული დრო არ გექნებათ არც ერთს. ამიტომ მიშო შეგიძლია შენ დაიწყო, რადგან ბოლოს ბექას საუბრობდა და კი, გაჟღერდა კითხვები. ბექას კითხვა კარგი იყო, უბრალოდ ნახე დავაზუსტებ, მე ზუსტად 5 წუთის წინ თქვი, რომ პარტიები, რომელიც არ აკრძალულან, არ შესულა სარჩელიან, არ მიუღიათ აკრძალვის თაობაზე მუქარა. და ეს მუქარა მიიღო დროამ დაგირჩა. ეს მუქარა არ მიუღიათ რიგ პარტიებს, ნუ ატო შაქარაშვილის და რაღაც ოდიოზურ პარტიებს, სხვათა შორის მიიღო გახარიამას, მაგრამ საერთოდ არ გამორიცხავს ეს მის ამ გარიგებაში არსებობას შემთხვევით. უბრალოდ მე მაქვს ერთი ხო, ანუ მიიღო გახარიამას, არ გამორიცხავს გახარიას და გამორიცხავს გირჩა დროას შენთვის მაგას წახი, ხო? კი ბატონო, იმიტომ რომ არის სხვა ინდიკატორები, რაც მართალი და ისეთია, რაც ხადი საზოგადოებისთვის თავად შეაფასებენ, ვინ დაჯდა გაყალბებული არჩევნების პარლამენტში 1 წლის მერე და ვინ არა, ვინ გაიქცა გერმანიაში, ვინ არა. უბრალოდ ერთი თემა არის, ასეც ბექას მივყვები და მიუხედავად იმისა, რომ დებატია, მაინც რაღაც თემებზე უნდა შევჯერდეთ ჯერ, ანუ ბაბლების არსებობა ჩემთვის პრობლემა. ბაბლების გაურღვევლობა და ღია კრიტიკის არარსებობა პრობლემა. მე როგორც ამ შემთხვევაში მხარდამჭერი და პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, ნაკლები ტვირთით გამოვირჩევი პოლიტიკური, ჩემს-ძლე უფრო ღიად ვისაუბრო და ძალიან მარტივად ვიტყვი, რომ აი ბაბლებისთვის კრიტიკის მიუღებლობა ეს რაღაც ავადმყოფობა, რომელიც უნდა მოიშალოს და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისთვისაც საინტერესო და საჭიროა ერთი ვიღაც ლიდერი, ეს მესიანიზმით ჩემთვის პრობლემაა და რატომღაც გონია რომ დასრულდეს. ჩაგეჭრები თუ შეიძლება და ბექას მიმართ გავაჟღერებ კითხვას, აი რაც შენ თქვი, რომ ბაბლები არიან, ამბობენ რომ კრიტიკა არ შეიძლება ოპოზიციონერების მიმართ. მე მაინტერესებს, მე ზოგადად ვთვლი რომ შეიძლება კრიტიკა და აუცილებელიც არის, მაგრამ ბექას აზრი მაინტერესებს, შენთვის კრიტიკა რას ემსახურება? იმას, რომ მე ეს გამოსწორდეს და მიუთითოთ და ეს არ იყოს მხოლოდ კრიტიკა საყვედური და მათი ჩარეცხვის მცდელობა, თუ იმას მიუთითებს, რომ ხელი ჩავიქნევთ ამ პარტიებზე, ვიძახოთ ის, რომ ეს პარტიები არაფერს არ აკეთებენ და მოდი ჩვენ ახალი ძალა ავაშენოთ. აი შენთვის რას ემსახურება და შემდეგ დავაკვირდები ისევ მიშოს. ჩემი კრიტიკა ძირითადად რასაც ვსაუბრობ ხოლმე არის ანუ რისი მომცემია უფრო მარტივად რომ არის ძირითადად კითხვების დასმის ფორმატში მოქვს ხოლმე ეს რა, იმიტომ რომ ჭირდება პასუხები. ეს არ არის ვინმეს გაშალობის მცდელობა, ვინმეს მით უმეტეს ჩემგან უწმაწურ სიტყვას ვერ მოისმენთ და ვინმეს ლანძღვაგინების ფორმატი და ასე შემდეგ მიმართვა ჩემი სტილი არ არის. ერთადერთი რაც ვაკეთებ ხოლმე არის ის, რომ რაც არის ბუნდოვანი, ან რაც არის გაურკვეველი, ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს და ვარაუდი მაქვს, თუმცა მინდა რომ პირდაპირ პასუხები ვიცოდე, ხო? შესაბამისად, რატო ვიყენებ ხოლმე კითხვის დასმის ფორმას, რომ ეს არის პირველ რიგში თვით გამორკვევის მიზანი, ხო? ჩვენ უნდა ანუ დაუშვა ამ აქციების პერიოდში დაიშვა არაერთი შეცდომა.
ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა ვიმსჯელოთ, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ვაღიაროთ, ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავსვათ კითხვები, რომ გავიგოთ რა შეცდომები დავუშვით, რომ გამოვასწოროთ, ხო? სხვა შემთხვევაში წინ ვერ წავალთ, სხვა შემთხვევაში პროგრესი არ გვექნება, არ არსებობს, ხო? გამორიცხულია. როდესაც არის საუბარი იმაზე, რომ აუცილებელი ამ პარტიების გაძლიერება, კი ბატონო, ვისაც როგორ შეუძლია, რა შესაძლებლობა აქვს, ეს იქნება ახალგაზრდების ჩართულობით, შიდა რაღაცა, თუნდაც აი პროცესის შეცვლით, რომ როგორ ნაწილდება შიგნით რაღაცა პოზიციები თუ ასე შემდეგ, ხო? რა ვიცი, კითხვები იმასთან დაკავშირებითაც ხომ უნდა დავსვათ, რომ აგერ თუნდაც ახლებს ჩაიხსნა ჩელე, ცოტნე, ბადრი, ახალგაზრდები წავიდნენ, ხო? საკმაოდ აქტიური. ხო, ეს საინტერესოა, ჩაიხსნა ცოტნე და ჩელე, მაგრამ აღარ რაღაც ეხა რას აკეთებენ? უკეთესი ხო არ იქნებოდა დარჩენილიყვნენ ძველ პოლიტიკურ პარტიასთან და ეგ თვითონ ჩელეს და ცოტნეს და ბადრის უნდა ვკითხოთ. შენი აზრი მაინტერესებს. ჩემს თანასწორად მოიქცნენ, რომ ჩაიხსნენ და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ფაქტობრივად გაჩერებულები არიან. მე ვიცი, რომ არ არიან გაჩერებულები, თუმცა მე ვერ ვისაუბრებ სიმართლე რო გითხრათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ თვითონ უნდა ისაუბრონ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ გაჩერებულები არიან და პირადადაც ვიცნობ მათ და არაერთხელ მისაუბრია და ვსაუბრობთ ხოლმე პერიოდულად, არიან რაღაც პროცესში ჩართულობით, ასე რომ ვთქვათ, დაკავებულები და აქვთ თავიანთი აზრი და მოსაზრება ეს ყველაფერი სამომავლოდ როგორ უნდა გააკეთონ, ხო? მე უფრო ის მაინტერესებს, აი რატომ მოხდა ის, რატო ჩაიხსნენ, ხო? იქ თუნდაც ჩვენთვის დრო გახარიადანაც არაერთი ადამიანი წავიდა და ეხაც ერთ-ერთმა ქალბატონმა დატოვა, რომელიც რეალურად სიაში მოხვდა პარლამენტში უნდა შესულიყო, ხო, არ ეთანხმებოდა, კი. ასევე საბაბუაძემ დატოვა, თავისუფლების მოედანმა დატოვა ლელო, ხო? ახალგაზრდები იმის მაგივრად რომ უერთდებოდნენ აი ამ ძველ პარტიებს, ბოლო პერიოდიდან და ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, პირიქით ეხსნებიან. რა არის ამის მიზეზი? ხო, ამას ხომ უნდა ვიფიქროთ, ამას უნდა დავსვათ კითხვები და რა ვიცი, მიშამ თუ იცის თვითონ შიგნით რა მოხდა, რატო დატოვეს და ასე შემდეგ, კარგი იქნება რომ უპასუხოს, ხო? კი ბატონო. ხო, ან ნახე. რეალურად პირველ რიგში ბოდიში გავასრულებარ, რომ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა გაიგეს ის საზოგადოების გამოძახილი და შიდა პროცესიც დაინახეს, რომ რეალურად საზოგადოების დაკვეთა არის სხვა, საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანობა ოპოზიციური სპექტრის, ეს ოპოზიციური სპექტრი სამწუხაროდ ვერც წინა არჩევნებამდე ვერ ახერხებდა და ვერც დღეს ვერ ახერხებს და პირიქით უფრო დაიშალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ ორმა მიიღო მონაწილეობა, ორმა არ მიიღო, ხო, ეს ძირითადი პარტიებიდან ვამბობ, ერთ-ერთი უხაროდ საერთოდ პარლამენტში შევიდა და ამბობს, რომ თვითონ ლეგიტიმურები არიან და პარლამენტი არალეგიტიმურია, რაც საერთოდ ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება ჩემი გადმოსახედიდან და ფაქტი რაც არის და რასაც ვხედავთ, დღეს ამ პარტიების გაძლიერება არ ხდება, არ არის საზოგადოებაში განცდა და მოთხოვნა, რომ ამ პარტიებს კიდე შეუძლიათ რამე გარდამტეხი პროცესი შექმნა, რამე გარდამტეხი რაღაცა, არ ვიცი, იდეების შემოტანა და შესაბამისად ასევე მაინც საყურადღებოა ის, რომ როდესაც ჩამოთვალე ახალგაზრდები, რომლებიც ტოვებენ პარტიებს, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სადმიდიან და რომ ტოვებენ ალტერნატიურად რას გვთავაზობენ. შენ ლიდერზეც საუბრობდი, ამაზეც მინდა რომ გააგრძელო და უბრალოდ სანამ ლიდერზე გადავნახე, ბექა პრობლემას არ შევხედავ შენ თუ ფიქრობ და გითხოვ როგორც საზოგადოება ითხოვ და ერთიანი პოზიციის არსებობას, ოპოზიციის ერთიანობას, მაშინ რატო აფასებ კონკრეტული პერსონების გასვლას კოალიციური ერთობიდან დადებით ნაბიჯად, ანუ კიდევ უფრო დაშლილ ოპოზიციის, კიდევ უფრო დასად. ჩემი აზრით საერთოდ არ იყო დადებითი რაც მოხდა, მაგრამ არის მკვეთრი მიჯნა ამათ შორის. ცოტნე ჩელე ბადრის გასვლა, თუნდაც ეს იყო ჯერ ერთი გიჩიში დამოვლენა, იმიტომ რომ სხვა იდეები ჰქონდათ ამ ხალხს და ეს იყო უბრალოდ თქვათ ის რომ ამ ხალხს უნდა და საქმის კეთება ისე როგორც უნდა შევიკითხოთ მათ თუ რატომ და ლელოდან და გახარიებიდან ხალხის წამოსვლა იყო ის რომ პირდაპირ მოღალატეობრივ პროცესში შევიდნენ, ანუ რეჟიმთან თანამშრომლობაში მათი პარტიები და ხალხმა დატოვა და ახსნა, თუ რატო დატოვა და ახსნა მკაფიოდ და ეს ორ შემთხვევაში ძალიან განყენებული. ეგრე რამოდენიმე ადამიანი პარტიებიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა, მაგრამ ამათ ვერ გავაიგებთ იმასთან, თუ რა ნაბიჯები გადადგა ლელონდა გახარიამ და იქედან წასული ხალხს ვერ შევადარებთ მათ, ხო? რაც შეეხება ლიდერს, ეხლა არის ესეთ რაღაც მიუხედავად იმისა, რომ მე ამჯერა ერთი ლიდერის და მესიანიზმის და მგონია რომ მაქსიმალურად პლურალისტურები უნდა გავხდეთ, ეხლა რა გვინდა არ გვინდა, მოგვიწევს ოდესმე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთა უნდა შევასრულოთ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ვიღოთ საკუთარ თავზე. რაც შეეხება ეხლა პარტიულ რეიტინგებს, სხვა პარტიებს ვერ შევეხებ, მაგრამ აი კოალიციას სრულების თვის შემთხვევაში რა მოხდა? იყო რამოდენიმე ლიდერი, როგორც ვთქვათ, ბექა ამბობს, დიდი ხნის სტაჟით პოლიტიკაში, ზოგი 10, ზოგი 20 და მეტი წელი ხო? მოვიდნენ ეს ადამიანები, თუ კი ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ამ ადამიანებს არ ქონდათ ისეთი რეიტინგი, რომელიც საკმარისი იქნებოდა ღია ცვლილებების მოტანისთვის, ხო? თქვათ ეს ასეა. დადგა არჩევნები და გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი 14-დან 18%-მდე უდიდეს ქალაქებში დაიწერა მარჟა. რეგიონებში შედარებით მარტივი იყო გაყალბება და აღარ ჩამოთვლი მიზეზების გამო რატო?
ფაქტია, მათი რესურსი გაცილებით უფრო დიდია, როგორც ფინანსური, ისე ძალადობრივი, ისე სუსიდან ყველაფერი ზემოდან. ფაქტია, რომ პარტიამ, ამ შემთხვევაში ახალმა პარტიამ დრო და გირჩმა, სადაც თავმოყრილი იყო ხალხი, რომელიც სულ რაღაც 6 თვის შესული იყო პოლიტიკაში, მოახერხა ამხელა შედეგის დადება. ეხლა უნდა გავაკეთოთ ორი დაშვება. ორივე შემთხვევაში შეიძლება შემთხვევაში მეუღებელი იყოს, ანუ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ან ლიდერების ძირი რეიტინგი იყო ძალიან მაღალი, ამ შემთხვევაში ჯაფარ აგვარამი, ამელია პოშტარიასი, ან იმ ხალხის, რომლებიც მოვიდნენ. თუ გავაკეთებთ პირველ დაშვებას, ესე იგი ეს ხალხი თლად წარუმატებელი არ ყოფილა პოლიტიკაში და არ უნდა ჩამოვიშოროთ, როგორც ამბობენ ხოლმე ახალი ძალის მომხრეები. მეორე შემთხვევაში თუ ამ დაშვებას არ მივიღებთ და ვამბობთ, რომ ახალმა ხალხმა მოახერხა ამხელა შედეგის დადება, მაშინ თურმე ხონია ახალ ხალხს გასაქანიან პარტიებში, ხო? მოვიდნენ, ჩაიბარეს კონკრეტული განყოფილებები, მაგალითად მანუჩარ ჩაჩანიძე იყო რუსთავის იმართულების ხელმძღვანელი და შედეგი დადო რაღაც არაჩვეულებრივი. თუნდაც ქუთაისმა 11000 ხმა წამოიღო იმ პარტიამ, რომელიც 6 თვის შექმნილი იყო, ხო და ან პარტიების ასე ვთქვათ ნაკრებმა. ხო და არის ნათელი წერტილი, ამ ნათელ წერტილს ამ შემთხვევაში ვაფერადებ და მივყვებ, ეგ ჩემთვის ოკეია, მაგრამ თემა ის არის, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი არ არის ჯანსაღი. და ეხლა რატო? გამიხარდება ბექას ძალას მალე თუ ვინახავ პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ მალე დაემუქრებიან აკრძალვით, იმიტომ რომ ხედები არაჩვეულებრივი აქვს და ხალხსაც შემოიკრებს და იმის ჯერა არ გარიგდება რეჟიმთან, იმიტომ რომ ხშირად გიხსენებენ ცუდად, მე საერთოდ არ გავახსენებ ცუდად ხალხს, რომ გეკავა კონკრეტული თანამდებობა თუ პოზიცია, ხო, ქართულ ოცნებაში. შენ იქიდან წამოსვლა მithumetes იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ხელი მოითმო, იმის ინდიკატორია, რომ კორუფციონერების გარემოში ალბათ ვერ გაძლევდი, ხო, თავისთავად. ამიტომ ასეთ ადამიანს ჩემთვის სანდოა. შენ შემოსვლა პოლიტიკაში მშვენიერია. მიხვალ ნებისმიერ არსებულ პარტიაში თუ შექმნი ახალს, ამას მივესალმები, მაგრამ არის აქ უკვე ერთი პრობლემა, არის ასე ვთქვათ, ღია კრიტიკის აუცილებლობა. აი, ნებისმიერი ადამიანი, გაერთიანება თუ პოლიტიკური თუ ნებისმიერი სხვა იღუპება მაშინ, როდესაც კრიტიკოსი არ ყავს, ხო? მე მიმაჩნია, რომ თავის დროზე უფრო კაცრი და ღია კრიტიკა უნდა ყოფილიყო. ოღონდ კი არ უნდა ყოფილიყო რეჟიმის პროპაგანდასთან თანმხვედრი, რომ აი თქვენ ქართველები არ ახართ და ეს არ გიყვარდეს. ხო, აი ეს მეგობარმა არ უნდა გვაკრიტიკოს. მეგობარმა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, თორე პირადმა მეგობარმა. უნდა ყოფილიყო კონსტრუქციული, რომ აი აბა იქნება ეს ერთიანობა, გააკეთოთ ისე, როგორც ხალხი გთხოვთ. და ამ ერთიანობას ზირს უთხრი და ზუსტად ის ორი გაერთიანება, რომელიც სამწუხაროდ არ მიყვარს ვინმესკენ ხელის გაშვერა, მაგრამ უნდა დავასახელო. პირდაპირ ვიტყვი და ვინც პოლიტიკაზე თუნდაც წარმოდგენით, ოდნავი წარმოდგენით გამშვალული, ასე ვთქვათ, დამეთანხმება, ხო? აი სულ 1-2 კურსის გავლა საჭირო შიდა პერიპეტიებში ოდნავ გავერკვეთ, რა იყო მთელი აი ამ არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობის მიზანი და რა იყო იმის მიზანი, რომ აი 9 და 25 არ აწერდა ხელს ფინანსური საქციების დოკუმენტებს, ან აჭიანურებდა, ან არ იყო თანმიმდევრული ესეთ შედარებით მკაცრ ხის მოთხოვნებში საგარეო ასპარეზზე. რა იყო მთელი თემა? მთელი თემა ლაგდება იმაში, რომ მათ უნდათ თავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მიღება და პრობლემა ის ყოფილა, რომ სამწუხაროდ არსებობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მიზანი აქვთ ოპოზიციურ მთავარძალად ყოფნა და არა ხელისუფლების ჩანაცვლება. ეს რა პრობლემაა? ეს არის ჯიბის ოპოზიცია. რაც არის გარანტირებული ხელშეუხებლობა, გარანტირებული ტენდერები, გარანტირებული რაღაც საპარლამენტო ხელფასი, საპარლამენტო პენსია, მთელი რიგი პრივილეგიები და ესეთი ძალები არიან ზუსტად ის გირჩი 36 იაგო, რომელსაც მაინც და მაინც არც თქვენ არ უყარხართ, რამდენად ვიცით, რომელიც ითხოვდა და იხვეწებოდა, რომ იცი რა ბატონო ბიძინა, თუ ესენი არ შემოდიან, მე მაინც შემიყვანე პარლამენტში და როგორ მე ამიყვანე იმ 5%. არ მგონია ბექა მაგას ეთანხმებოდეს და არა, ბექა არ ეთანხმება პირიქით და მე მაგას ვამბობ უბრალოდ, რომ არსებობენ ჯანსაღი პარტიები ოპოზიციურ სპექტრში შედარებით, თუნდაც რაღაცაში არ ვემთხოვდეთ რეჟიმის მოწინააღმდეგე, არსებობენ ისეთები, რომლებსაც ოპოზიციაში ყოფნა უნდათ, იმიტომ რომ იყვნენ ოპოზიციაში. თუ შენ ოპოზიციაში მოდიხარ იმისთვის, რომ მარტო უხეშად ვიტყვი და ლანძღო ვიღაც და ამით დაიჭირო თან წითელი ხაზები, თან არ გადაცდე ოლიგარქის წითელ ხაზებს და რაღაც თემებს არ შეეხო. ასე ანუ ღირს რომ ახალგაზრდები არსებობენ პარტიები, რომლებთანაც გარიგებაში წასვლა, გარიგება უხეში სიტყვა, კონსოლიდაცია და მათთან ერთად მუშაობა ღირს. არსებობს, რომელთანაც არ შეიძლება. კითხვას დავამატებ მიშას მსჯელობას და შენთან გადმოვალ. აი მაინტერესებს წერანის ახსენე, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ გვთავაზობენ, არაფერს არ აკეთებენ. მე მაინტერესებს, როდესაც გეიმედება ახალი თაობა, ახალი ძალა, რას გვთავაზობ, შენი ხედვა რა არის უფრო სწორად, რა
უნდა რას გააკეთებს, რა ალტერნატივას შემოგთავაზებს ახალი ძალა, ახალგაზრდული პარტიები რას იზამენ, რას გააკეთებენ ისეც განსხვავებულს, რასაც დღევანდელი ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს, ანუ მხოლოდ კომენტატორის როლიდან როგორ გამოვა, რა შეუძლია რომ გააკეთოს ამ ახალ ძალას. ხო, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რა შეიძლება რომ ახალმა ძალებმა გააკეთონ, რაც ვერც არჩევნებამდე კიდე ერთხელ გავიმეორო და ვერც არჩევნების მერე, როდესაც ქუჩაში ვიდექით უამრავი 10,000-ობით ადამიანი და აი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, ხო, აი ხვალ შეხვდებიან, ზეგ შეხვდებიან და რაღაც მართლა მოლოდინი იყო იმის, რომ რაღაც გეგმით კონკრეტული მიმართულებით გამოვიდოდნენ და იმ პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, მიმართულება მიეცემოდა და რაღაცნაირად პოლიტიკურ პროცესში გადავიდოდა, ხო? ახალგაზრდებმა რაც შეიძლება გავაკეთოთ, პირველი ეგაა, რა შეცდომაც არ უნდა დაუშვათ. მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა სართული, გამოჩნდა თავისუფლების მოედანი, გამოჩნდება კიდე დარწმუნებული ვარ 1-2 პარტია სოცდეკები, ხო? კიდე თუ არ ვცდები და აი ამ ადამიანებმა პირველი რაც შეგვიძლია რომ ზოგადად საზოგადოებას შევთავაზოთ არის ის რომ დავანახოთ რომ კონკრეტულ საკითხებში მაინც მინიმუმ ფუნდამენტურ საკითხებში ახალგაზრდებს შეგვიძლია ერთიანი პოზიცია გქონდეს, ერთად ვიდგეთ და ის ერთიანობის განცდა გავუჩინოთ საზოგადოებას, რომელიც აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ახლა მე ვსაუბრობ, ვერ მოახერხა. კიდევ ერთი მიზეზი რაც არის, აი მე ცოტა ხნის წინ ვუყურებდი სხვათა შორის განხილვა იყო, სადაც ზურა ჯაფარიძე, მელია და გვარამიას საუბარი იყო იმაზე, რომ რატო არ ებრძოლეს პროპაგანდას ომთან დაკავშირებით, რომ აბა ომი გინდას პროპაგანდას. სადაც მელია იძახდა, რომ მოვიარე უამრავი ქალაქი, ვიყავი რაღაც სოფლებშიც, მაგრამ არ შემხვედრე ადამიანი, რომელმაც თუნდაც აი ამ ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით რაიმე ახსენაო, ხო, და დაიჯერაო რა. რაზეც აქეთ პირიქით გვარამია იძახდა, რომ ამაზეო საერთოდ ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთო, იმიტომ რომ ეს უფრო აი ამ პროპაგანდის რაღაცა ხო და უფრო გავრცელებას მოემსახურებოდაო. ზურა ჯაფარიძე იძახის, რომ წინასაარჩევნო და უფრო პარტიები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ რაღაცა პატარ-პატარა მოკლე მესიჯები მოიფიქრონო და ამაზეო, იმაზე მოკლე მესიჯის მოფიქრება ვერ მოხერხდაო, ვიდრე ეს თვითონ ეს იყო, აბა ომი გინდათ და რეალურად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ოპოზიცია არ არის ეფექტური პროპაგანდასთან ბრძოლაში. მათ ვერ მოიფიქრეს ვერანაირი მეთოდი, როგორ შეიძლება და ყველაზე მარტივ მესიჯს, რომელსაც ქართული ოცნება აღწელებდა, რომ ჩვენ ვართ მშვიდობის გარანტები და ოპოზიცია არის ომის გარანტორი, როგორ შეეწინააღმდეგებოდნენ. და ამ პრობლემის მოგვარებად გესახება ახალგაზრდული ძალა. ახალგაზრდული ძალა თავისთავად არის ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა. აი რა გაქვს გარანტია, რომ რატომ ჯერა საზოგადოებას, რომ ეს ოპოზიცია შეიძლება იყოს გარანტორი ომის. იმიტომ რომ ოპოზიცია სავსეა იმ პერიოდის მთავრობის წარმომადგენლებით, რომლის დროსაც საქართველოს ომი გამოიარა. ის შიშიც დავყვება ხო 2008 წელს. შენ თვითონ ვეთქვი რომ არიან 20 წლიანი და რა ვიცი, ნიკა გვარამია ავიღოთ თუნდაც, რომელიც რა ვიცი, ორ პოზიციაზე იყო მინისტრი თუ არ ვცდები, იყო პირველი მოადგილე პროკურორის და რეალურად თუნდაც როდესაც საუბარია იმაზე, რომ დღეს ციხეები გადაჭედილია, მაგ დროსაც ქონდა ეგ პრობლემა იგივე, ხო? და არაერთი პრობლემა, ეხა თუნდაც რა ვიცი, უამრავ ადამიანს შენ ვიცი რომ ერთ-ერთი პოზიცია რაც გაქვს არის ის, რომ ამ ეტაპზე ქართული ოცნების ამომრჩეველთან საუბარს მნიშვნელობა არ აქვს, ხო? თუ რაღაც მსგავს პოზიციაზე ხარო, ნუ ამაზე არ ვიცი რესურსი არ უნდა დაიხარჯოს და ასე შემდეგ. მე სრულიად საწინააღმდეგო პოზიცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, მით უმეტეს შენ ვერ მეტყვი ერთ-ერთ რა ვიცი დიქტატორულ თუ ავტოკრატიულ რეჟიმს, სადაც მინიმალური სხვაობა იყო ოპოზიციასა და აი ამ დიქტატორულ რეჟიმს შორის და ოპოზიციამ რაღაცნაირი გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა. რა აუცილებელია. ვერ დაგეთანხმებ რომ მინიმალური განსხვავება 30-35% არის, ჩემი აზრით საკმაოდ ობიექტურად ქართული ოცნების ამომრჩეველთა რიცხვის საქართველოს. ნახე, ჩვენ თუ 70%-ია, 70-30-ზე ამას ძახი შენ, 70-30-ზე თუ არის შენ თუ მაგის გჯერა რომ 70%-ია დღეს ოპოზიციის ამომრჩეველი, რომელიც ამ ოპოზიციას გაყვება, ხო? ანუ მაშინ არ არსებობდა რომ 70%-ის პირობებში, რა ვიცი, გაყალბება მოეხდინა, არ არსებობს. ანუ არ ცეთავს რომ გაყალბება. არა, როგორ არ ვთანხმები, მაგრამ არ იყო მაგ ხელისხმობა.
მაგას ვამბობ. არ იყო მაგას ხო ემატება ის დაშინებები, კი, ყველაფერი ემატება, რა თქმა უნდა, ნახე. კი, მოდი ცოტა ხანი დრო მიცეთ მისასაც რომ ამას უპასუხოთ. ორი წამია იუროპულ თანამდებობას დავასრულებ და გააგრძელოს, ხო? როდესაც ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, ხო? ქართულ ოცნებას ყავს ამომრჩეველი, იმიტომ რომ არ არის ამ ოპოზიციის ამორჩეველი ნაწილი ძალიან დიდი, ზუსტად ამიტომ უჭერს ქართულ ოცნებას მხარს, გარდა იმ პროპაგანდისა, რასაც ქართული ოცნება ატრიალებს და მეორე მხარეს ასევე ყავს ოპოზიციური სპექტრის ამორჩეველი, რომელიც ხმას აძლევს ქართული ოცნების წინააღმდეგ და არა იმის გამო, რომ ამორჩეველია ამ პოლიტიკური სპექტრის. ხო, ხადია, მეც ამას გულისხმობ, არ მიფიქრია, რომ თავგადაკული ამორჩეველია ვინმე ოპოზიცია. აი, შესაბამისად, როცა ეგეთ პირობებში ხარ, ანუ რეალურად და აი ლიდერის კულტსაც შეიძლება ეწინააღმდეგებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ლიდერი არ ნიშნავს მხოლოდ ერთ ადამიანს. ლიდერი შეიძლება იყოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს ერთ რაღაც გეგმას, ერთი პოზიციონირების წარდგება ქართველი ხალხის წინაშე და შესთავაზებს ისეთ ალტერნატივას, რომელსაც ქართველი საზოგადოება გაყვება, ხო? აქ ლიდერი რაღაცა მართლა ისე მოვლენილი რაღაც უცებრო გაჩნდა, ხო? იდეა იგულისხმება ამ ყველაფერში, ხო? იდეა არის გამაერთიანებელი საზოგადოების. და როდესაც შენ ყავს ოპოზიციური სპექტრი, რომლის ნაწილი ამომრჩეველთა არის უბრალოდ ქართული ოცნების მოწინააღმდეგე და არა ის ნაწილი საზოგადოების, რომელიც ამ ოპოზიციურ სპექტრს თუნდაც ქუჩის პროტესტში გაყვება და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ავტორიტარიზმი გვაქვს და შენც იცი ძალიან კარგად, რომ თავებს ითვლიან, ხო? კი ბატონო. ხო და აი ზუსტად ეს მინდა. ეხლა ჩვენ დაახლოებით 20 წუთია ისევ საუბრობთ ოპოზიციის შეცდომებზე, ოპოზიციის კრიტიკაზე, რომ საჭირო ოპოზიციის კრიტიკა და ისევ ჩვენი უკეთესობისთვის არის ეს საჭირო და არა მათ გასაშავებლად. აი ეს მაინტერესებს ზუსტად. რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ძველმა თუ ახალმა იმისთვის, რომ ეს ადამიანები კი არ გაუგოდნენ ქართული ოცნების შემოხაზვას, უნდოდეთ ოპოზიციის შემოხაზვა. რა უნდა გავაკეთოთ გარდა კრიტიკისა? აი მაგას ვამბობდი ზუსტად. მოდი ჯერ მიშოს რადგან მოდი მაგაზე გიპასუხებ. თან სამი არგუმენტი იყო ბექასი, რომელსაც ვერ გავატარებთ, ასე ვთქვათ, უყურადღებოთ, ხო? პირველ რიგში ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს და ის სტანდარტი უნდა დაიცვას, რაც დადო ამ შემთხვევაში თუნდაც 4-იანმა, არ უნდა შეყვეს ლეგიტიმაციის თამაშებში. ქართულ ოცნებასთან ყველაზე დიდი საფრთხე რაც არის მისთვის, საერთაშორისო აღიარება უნდა მისცეს. ეს თუ გააკეთა დროაგირჩი ახალმა და კიდე რამოდენიმე პარტიამ, კეთილი ნება სხვებსაც გაეკეთებინათ იგივე რეჟიმის ნგრევას, ამით შეუწყონ ხელი. გარიგებაში არ უნდა შევიდნენ. ერთი სტანდარტია. მეორე არის ომის პროპაგანდა. ომის პროპაგანდა იყო ძალიან კომპლექსური თემა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე მისვლამდე და საერთოდ კონკრეტული პარტიები სანამ იარსებდნენ, მანამდე მიდიოდა ამაზე თემა 2022 წლიდან, ამას უნდა აყვეთ თუ არ აყვეთ. აი სტრატკომების ჯახი იყო პირდაპირ მნიშვნელობით მთელი აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ძირითადად მაინც კვლევებმა აჩვენა, რომ ამ თემაზე დისკუსია იყო ოცნების ველზე შესვლა, ანუ ამით აძლიერებთ დიქტატორს, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობ კონკრეტულ თემაზე, ის თემა უფრო მასიურად მიდის და ოცნება მოქმედებს. ანუ ამბობ იმას, რომ ეს კი არ იყო შეცდომა, არამედ მიზანმიმართულად გადაწყვეტა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ არ ღირდა ამაზე პასუხის გაცემა. და თან ბექას ანუ ბოდიში რა, შენი აღსრულებ და კი ზუსტად იგივეს ფიქრობ, რომ ეგ ნაწილი აი ომთან დაკავშირებით დარჩენილია საქართველოში ვინმე ვისთანაც ვერ მივიდა. ნახე გეტყვი. აი შენ ვამბობ ომის დროინდელი ხალხი იყო და ამან დააშინა ოპოზიციაში საზოგადოება. ნახე რას ნიშნავს ომის დროინდელი თანამდებობის პირები. რეალურად როგორ უნდა გავაკეთოთ ისე მაშინ ალბათ 30 წელზე უფროსი არავინ არ უნდა მოუშვათ პოლიტიკაში რომ ხალხს არ შეეშინდეს იმიტომ რომ 2008 წელს საერთოდ არ გეთანხმება. ნახე, კაი შევხედეთ ასე 2008 წელს ომში რომელშიც მართლები ვიყავით და ომში რომელშიც ასე თუ ისე თავი დავიცავით და ომში სადაც ანუ რავი ჰააგაშიც და ყველგან გავმართლით იმის გამო რომ ომი მოხდა და მაგობის დევნილი ვარ მაინც რო ის რა თქმა უნდა მართლები ვიყავით ჩვენ ტერიტორიაზე შემოვიდა იმის გამო რომ რეფლექსია და შიში არის ეხლა თავისთავად იქნება მე 11 წელს ვიყავი რომ მოხდა ამის გამო ვერ უხეშად უთყვი და გავწევთ პოლიტიკიდან კონკრეტულ აქტორებს ვინც მაშინ იბრძოდნენ ამ წულკიანის კომისია გამახსენდა ხო გოგავა რა ყავდა დაბარებული რასაშინელებს ეუბნებოდა უბრალოდ ვექა ეს არის ძალიან კომპლექსური თემა ამასაც ჩავეძიოთ მაგრამ ის 70-30-ზე რაც ვახსენეთ აქაც მინდა შევიდნე ხე ოცნება არ არის ის პოლიტიკური ძალა რომელიც დგას მის ამორჩეველზე ოცნება არის ის პოლიტიკური ძალა რომელიც დგას სუსზე და ძალოვნებზე ამიტომ მისთვის დამიჯერე საერთოდ არ იქნებოდა რთული 70-30-ზე მარჟაში არჩევნების თემის გაყალბება ძალიან მარტივად იმიტომ რომ ჯერ ერთი შემოიტანა ტექნოლოგია სადაც პირდაპირ კიბერთავდასხმა მოაწყო ქვეყნის წინააღმდეგ ამას. სადაც ძალიან კარგად იცოდა ოპოზიციამ და გვარამი უგუნტკიცებდა რომ გამორიცხული იყო გაყალბება. ანუ კიდე ერთხელ ვერ მოახერხე საკუთარი ხმების დაცვა ხო, მაგაში სუსტი აღმოჩნდა. კი, ჩავიდეთ. ნახე,
ის რომ ვიღაცა სუსტი აღმოჩნდა კონკრეტულ საკითხში არ ნიშნავს რომ ის არ არსებობს. თუ ჩვენ სუსტი აღმოჩნდით ამ საკითხებში, თუ თქვენ იცოდით თავიდანვე რომ ეს აპარატები არ ვარგოდა კონკრეტულად, თუ თქვენ იცოდით თავიდანვე რომ ომის პროპაგანდის იგნორირება კი არა, საუბარი ჯობდა. ანუ თქვენ ხო ყავს რაღაც გუნდი, ანუ თუნდაც შენ ერთმა კერძო. ეგ ეხა გუნდი, ეხა დავიწყოთ ეგ ყველაფერი. აქამდე უბრალოდ ანუ პროცესს მივყვებოდით, მაქსიმალურად ვცდილობდით იმას, რომ მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღოს სათითაოდ ყველა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, კი, ხომთვლით რომ არასწორი იყო. ვიცნობ ამ ადამიანებს. კი, ხომთვლით რომ ასწორი იყო. ხო არ ჯობია ეხა დავიწყოთ ნელ-ნელა, აი ომის პროპაგანდის, საპირისპირო, თქვათ კონტრპროპაგანდის წარმოება. არა, ჯერ აი კითხვაზე რომ მიპასუხო რა. იყო ვინმე ამ ქვეყანაში, ვინ აი დარჩა რომ აი ომის პროპაგანდას რო ეწეოდა ქართული ოცნება ვერ მიაღწია, იმიტომ რომ ის არგუმენტი რომ მე ამ კი, დარჩა, როგორ არ დარჩა, ხა ეგ ჯერ ერთი აწარმოებდა საკუთარი მასმედიის საშუალებებით, იმედით და პოზიტივით, საბედნიეროდ მე იმ ხალხის რიგს არ მივეკუთვნები, რომელიც მას ყოველდღიურად უყურებს და სოციალური ქსელებით. სოციალური ქსელებში დაფინანსებული კამპანიები გასაგებია, მაგრამ ადამიანს ანალიტიკური გარჩევის უნარი აქვს, ეხლა და თუნდაც 60 ადამიანს ანალიტიკური გარჩევის ის რომ 60 ნახავს თუნდაც ის რომ 60-40 ეგზიტ პოლები დაჯდა. ნიშნავს იმას, რომ ხალხმა ძალიან კარგად გადააფასა ეს ყველაფერი. აი მე ქუთაისელი ვარ, პირდაპირ გეტყვი და მასწავლებელი არ დატოვეს ქუთაისში, რომ არ წაიყვანათ, ასე ვთქვათ, შანტაჟით და ძალით ქართული ოცნების წინა საარჩევნო მიტინგებზე. ანუ მიტინგებს აქეთ რო გვიწყობს ოცნება იყოს საცილო, არ დატოვეს ძალიან ცუდად манипуლირებენ და მეტადონის პროგრამაზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებსაც სხვანაირი ყურადღება და შემწეობა სჭირდებათ სახელმწიფოსგან, ხო? ძალით წაიყვანეს აქციას. ეს მარტო ქუთაისში კი არ მომხდარა, მოხდა მთელ რეგიონებში ძალდატანება და ერთი ამბავი. ანუ ეგ ჩვენ ვიცით რომ მოწყვლადია ყველაზე მასშტაბური. კი, უნდა მივიდე, ნახე რა მოხდა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ყველაზე დიდი მიტინგი, რასაც შეკრებდა ხოლმე, თბილისში იყო სადღაც 20-დან 30,000 კაცამდე და ისიც ნახევარსაათში შლებოდა. ხო შეიძლება კადრები ამოიღო, არქივი ვნახოთ ყველამერთ. ანუ ოცნება იმიტომ კი ვერ გვიგებს, რომ მას ყავს რაღაც დიდი გულშემატკივარი თამას. ოცნება უბრალოდ იმიტომ გიგებს, რომ ძალადობრივი მექანიზმი ისე როგორ თქვა რუსეთის დახმარებით ჭიდროდ და ძლიერად ჩაბღუჯა ხელებში. ხელი შეუწყო კოვიდმა თავის დროზე, ხელი შეუწყო გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ, ხელი შეუწყო მე ვიტყოდი ომმა და მაშინდელი შედარებით დასავლეთის სუსტმა და რბილმა პოლიტიკამ, შეუწყო თუნდაც მერკელის სარკოზის თემებმა. იყო ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე არის ძალა, რომელიც 70-30-ზე კი არა 99 ერთზეც გააყალბებს, იმიტომ რომ ძალოვნებზე. მოდი, ბექა შენც გაქვს სათქმელი და კიდე დავამატებ იმ კითხვას, რომ აი შენ კონკრეტულად რადგან ამას ეთანხმები, რომ ახალი ძალა არის საჭირო და არა ძველთან კონსოლიდაცია, შენსაც ხარ ამ ეტაპზე გულისხმობ იდეოლოგიურად რასაკეთებ, რა გესახება შენი პოლიტიკური მოღვაწეობა თუ არ აპირებ ახალ ძველ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას და მიშა შენც კითხავდი თავის დროზე რატო აირჩია ის პარტია, რომელიც აირჩია და თუნდაც ახლისკენ რატო არ მიისწრაფოდი, რასაც ბექამ. ხო, აი ბექამ გუპასხოს 6 წუთი დაგვრჩა სულ და გადავანაცვლე. ეხლა რა ხდება რა პატარა შესავალს გავაკეთებ კიდე რა. ზოგადად როდესაც საუბარი არის ძველი პარტიების გაჯანსაღებაზე და თან ამ დროს ანუ რასთან გვაქვს საქმე ზოგადად, ხო? ძალიან დიდი დღეს სოციალური კამპანია მედის იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია ძველი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებით, ხო? და ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია და უტოვებს კიდე იმის განცდას, რომ არაფერი არ შეიცვლება ამ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაშიც კი, იმიტომ რომ ეს ოპოზიციაც ისევ და ისევ ძველი მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების წევრებისგან შედგება, ძირითადი ნაწილი, რომლებიც ლიდერები არიან, ხო? პატარა ქვეყანა და ერთმანეთში ტრიალებს და ამიტომ განცდა არ აქვს რა. ეს კიდევ ერთი პლუსი, რატომ უნდა გაჩნდეს ახალი სახეები პოლიტიკაში რა. ეს ახალი პოლიტიკური სახეები საიდან უნდა გაჩნდნენ? თუ ვინმეს დღეს რამე ცოდნა გამოცდილება აქვს, წარმოუდგენელია, რომ სადმე უკვე ვიღაცასთან არ ასოცირდება. აი რატოა ძნელი ზოგადად ახალი. აი მაგალითად როგორც თქვენ, ხომ ამბობთ, რომ ახალი ძალა უნდა შეიქმნას, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება ვიღაც ვინც იტყვის, რომ თქვენს ქართულ ოცნებასთან იყავით ასოცირებული. კი, ასოცირება სხვა რამე ნახე, მე ვიყავი 2017 წელს საკრებულოს წევრი, ნახე, რომელიც არც მაღალი თანამდებობის პირი არ ვიყავი. მაგას ხო ვერ აუხსნე რიგით ადამიანს, რომელსაც უნდა ამ არგუმენტის გამოყენება. მართლა ყველაფრის ეს შეიძლება ვიღაცამ აი როგორც ის 15-წამიანი ვიდეო რომ მომიჭეს, ვიღაცამ რაღაცა განზრახ იმის გამო რომ არ უნდა რომ მთლიანი კონტექსტი ვიღაცას აჩვენოს, რაღაცა მიზანი. ქართული ოცნება ძირითადად მიზანმიმართულად და დამახინჯებულად აშავებს ადამიანებს და მაგას ვამბობ ზუსტად. თუ თქვენ გაგაშავეს, ნებისმიერ ახალგაზრდას ხო გააშავებენ ასე. კი, მაგრამ შენ უნდა ცადო ამასთან შეწინა. სად უნდა ვუყუროთ მაგას? აი, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, მე რაც ეხა ცოტა აქტიურად გამოვშდი, სულ ვითხოვ იმას, რომ უნდა გაჩნდეს დებატ-სივრცეები რა. როდესაც შენი რაღაცა მოპასუხე მხარის წინააღმდეგ ჯდები და იქ უკვე ერთ-ერთზე მიდის
საუბარიან თუნდაც რაღაცა გუნდურად, ხო? იქ უკვე ვერანაირი პროპაგანდა ვეღარ იმუშავებს. ანუ ერთია რომ რაღაცა სოციალურ ქსელში გაავრცელოს ვიღაცამ, რაც იცის რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი აყვება და მეორეა რომ პირდაპირ დაგიждდეს და გითხრას რეალობა როგორია, ხო? თქვენ რაც საკეთებთ, ანუ რამდენჯერ მომიწერია შენთვის პირადად რომ მეთქი რაღაცნაირად ამ დებატებში რომ მოვხვდრილიყავი, ხო? იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვს ზოგადად დებატ სივრცეების, სადაც საზოგადოებას შეუძლია დაინახოს ვინ არის მართალი, ვინ მწვანე და სწორი და არასწორი და შავი და თეთრი და ასე შემდეგ, ხო? რეალურად ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვამბობ. კი ბატონო, ყველას წინააღმდეგ იქნება გამოყენებული რაღაცა პროპაგანდა ნებისმიერ შემთხვევაში შეეხება, ხო? მე ხა გარდა იმისა, რომ ქართული ოცნება მივარდება ხოლმე და რაღაც კომენტარებს მიტოვებენ, აღმოჩნდა ისე, რომ აქეთ ოპოზიციურმა რაღაც ბაბლმაც რაღაცა გამივრცელა, ხო? სამწუხაროდ, ხო? ნუ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მესმის რაღაც დოზით, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩვიეს იმას, რომ ვიღაცები შემოგზავნილები არიან, ვიღაცები სუსტი არიან და ყველას რაღაცა ეჭვის თვალით ვუყურებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავუფილტროთ, თუმცა ამანაც რაღაცები უნდა გვასწავლოს და ცოტა მეტი დაკვირვება უნდა გამოვიჩინოთ, ცოტა მეტი კონკრეტიკა უნდა გამოვიჩინოთ და ცოტა მეტი გაფრთხილება ერთმანეთის მიმართ. კი, და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა პირველ რიგში ვისწავლოთ ის მაგალითი, აი ამ ძველი ოპოზიციური სპექტრისგან, რომლებსაც ამხელა გამოცდილება აქვთ, მაგრამ ამ გამოცდილებაზე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ სწავლობენ, იმიტომ რომ ერთიანობა დღეს საზოგადოების დაკვეთა ყველაზე დიდი რაც არის და არა ერთმანეთში დაპირისპირება. რასაც ჩვენ მივახცეთ ქუჩაში გამოსვლით 28 ნოემბრიდან მოყოლებული რამდენიმე თვის განმავლობაში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ხო, ეს ისინი ერთმანეთთან დიალოგში შესვლაზე, ანუ არ არიან თანახმა ერთმანეთთან დასხდომაზე, რაღაცა ერთი იდეის გარშემო შემოკრებაზე არ არიან თანახმა. ხო, თუნდაც შენ როგორ გესახება ბექა? ეს ერთადერთი რაც შეიძლება ახალი ძალა, როგორ უნდა მე ხა მაგაზე ვმუშაობ, ვინ აქტიურად აქეთაც ანუ ყველა მხარეს ვცდილობ რომ კონტაქტზე გავიდე რა. გარდა იმისა რომ მიკავშირდებიან თვითონ წერენ, რისთვისაც მადლობელი ვარ და ყველას მოვუწოდებ თუ ვინმეს აქვს სურვილი, რა ვიცი, დიდი სიამოვნების მომზებნოს ნებისმიერ სოციალურ ქსელში და მიკავშირდეს და გავაცნობ არაჩვეულებრივ ადამიანებს, ვისთან ერთად შეიძლება რომ ძალიან კარგი გუნდი გაკეთდეს და ვინც მზადაა რომ სხვა გუნდებთან კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ითანამშრომლოს. ეცდები რომ ის დაკვეთა ხალხის შეასრულო, რასაც გაერთიანება ქვია და ახალი ძალით აუცილებლად და საზოგადოებას უნდა ელაპარაკო რა, ანუ საზოგადოებასთან დღეს სალაპარაკოდ რო გადიხარ, რაღაცა იდეასაც რო სთავაზობ, შვილო, აი რომელი პარტიიდან ხარ, ვის სახელით მელაპარაკები, ანუ მაგას გეკითხება, შენ რომელიმე პოლიტიკოს დაუსახელებ და მთელი დიალოგი მიდის იმაზე, მე ამ პოლიტიკოსმა რა გააფუჭა, რატომ ნდობა არ აქვს და იმის ახსნა გიწევს, რომ ეხა ეს შეიცვალა, არ შეიცვალა, გააკეთებს თუ არ გააკეთებს. და ნებისმიერი პოლიტიკოსი ეხა რომ დამისახელო თუნდაც 4 ნომრიდან, ეხა აი არ ვიცი, რავი, რომელ პოლიტიკოს გავყო, ეხა ვიღაცა კიდე იფიქრებს იმას, რომ მე ამოჭრის, რომ ვიღაცებს ვამუნათებ და ასე შემდეგ. არავის არ ვამუნათებ, ეს აი რეალობა, რაც მოსახლეობა გეუბნება, რომ ეს იყო ხო ამ დროს ამ თანამდებობის პირი, ხდებოდა ეს, რაც დღეს ხდება, ხო, არაფერი არ იცვლება. ჩვენთვის არავინ არ არის და სათხართ ეს ახალგაზრდები, რომლისთვისაც რავი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტანკებსაც წინ დაუდექით, ტყვიებსაც წინ დაუდექით, რაღაცა ელემენტარული დამოუკიდებელი საქართველოს მოვიტანეთ, რაღაცა ელემენტარული პირობები შექმნით განათლებისთვის და თუ ამ ოპოზიციურ სპექტრს და პოლიტიკოსებს არ ჯერა იმის, რომ რეალურად ეროვნული დამოუკიდებელი განათლებული თაობა არსებობს, ეს იმიტომ არ ჯერათ, რომ მათი დიდი ნაწილი ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს. მათი შვილებიც კი თუნდაც ოპოზიციური სპექტრიდან კიდევ ერთხელ ვარ დავასახელებ პირებს, არ ცხოვრობენ საქართველოში, ხო ზოგმა ქართულიც კი არ იცის. ეხლა არ გესიამოვნება სახელებით უყარები რომ დავასახელ და არ ვიტყვი ძალიან კარგად იცი, ბევრი დარწმუნებული ვარ გეცოდინეო ისაც გულისხმობს, ხო? და არ ცხოვრობენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ჩვენმა მშობლებმა ეს ყველაფერი იციან, ის ციციან ამ ხელა განათლება გვაქვს მიღებული, ის ციციან რა რესურსი გვაქვს. ახალგაზრდა ადამიანის იმის რესურსი რო ქვეყანა რა თქმა უნდა, ყველანაირი რესურსი, ყველა ეს დიდი რესურსი რაც არსებობს, ეს არის ადამიანური რესურსი ბოდიში და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თუ ამასთან დაკავშირებით ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც 10 წლეულია ამ ქვეყანას მართავენ და განათლების სისტემაც მათ ხელში იყო და ყველაფერი, პრობლემა აქვს იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და საკმარისი გამოცდილება, რატომ არ გვაქვს ესე იგი, ეგეც ვერ გაუკეთებიათ და მოდი თავი დავანებონ ცოტა ხნით, აქეთ ამოგვიდგნენ გვერდში და გავგვიშონ გავუკეთებინო საქმე. მიშა, დაახლოებით 4 წუთი დაგვრჩა, რაც გაქვს სათქმელი შეგიძლიათ ჩაატიო და ჩემ კითხვაზეც რო უპასუხო თავის დროზე რატო აირჩია კოალიცია 4 ნომერი. შენ კითხვაზე პასუხი, იდეაში ფეგას კითხვაზე პასუხიც გამოდის, ამ მარტო სიის პირველ ლოცეულს ავიღებ, საარჩევნო სიის, ჩახედეთ და იქ ნახავთ თქვენ მინიმუმ 10-მდე ახალსახეს, თუ თქვენი სტანდარტებით შევაფასებთ, თუნდაც ისეც, რომელსაც წინა მოწვევის სხვადასხვა პარლამენტში არც ერთი თანამდებობა არ ეჭირა. ესენი არიან საქმის მოგეთებელი, პროფესიონალი ხალხი, რომელსაც საზოგადოება ენდო, ანუ ყავს როგორც გამოცდილები და ყავს თუ ეს გამოცდილები თქვენს მიუღებელია ამ შემთხვევაში,
გამოუცდელი ხალხიც არანაირად არ არის გამოცდილება მიუღებელი, ანუ გააჩნია გამოცდილებას. ხო, კი ბატონო, ეგ შვენიერი. ისი გამოცდილება გაქვს? უბრალოდ ეხლა სად წავიდეთ. ნახე კიდე ერთიანობა და ერთიანობის მოთხოვნა ჟღერდება თქვენგან უბრალოდ აი, როდესაც შენ საუბრობ ერთიანობაზე, მოგყვები მშვენივრად მესახება და ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ აი ბექა თუ ფიქრობს ეხლა რომ ჩვენ მაგალითად შეცდომა ქონდა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს იმაზე თუ როგორ ვეწარმოებია კამპანია თქვათ ომის თაობაზე, საშიშროების თაობაზე, ამავდროულად დაждდება ხვალ და გაგვიზიარებს მოსაზრებებს დავждებით სადღაც ერთად, შევაჯერებთ და თუ დღეს დავდივართ რაღაც ფორმატში, ხვალ შენი ძალას დაემატო შეიძლება. შენ ამბობ და ითხოვ ერთიანობას, ერთი იდეის გარშემო, ჩემთვის ერთიანობა წარმოსადგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება რეჟიმის დემონტაჟს და მის სწრაფ დაშლას, იმიტომ რომ ეგ არის საზოგადოების მოთხოვნა და ამის შემდეგ მოხდება უკვე გადანაწილება ნორმალური არჩევნების პირობებში, ხო? 100% ეგრეა. ერთიანობა არის ზუსტად მაგისთვის საჭირო. ჩემ პრობლემა სად არის ნახე, როდესაც შენ ამას საუბრობ, ანუ მშვენივრად მესმის, შენი ბრაზიც მესმის, მეც 2003 წელს დავიწყე სკოლა და არ გამოვირჩევი მთლად დიდი სიმპათიით როგორც წინა რეჟიმის, ისე ახლანდელი რეჟიმის წინააღმდეგ, ანუ რეჟიმი ორივე შემთხვევაში კონკრეტული ამორჩევლებისთვის ერთი არის ბჭყალებში, მეორესთვის მეორე, მაგრამ თქვათ ორივეს უწოდოთ ის, რაც გინდათ უწოდოთ, მაგრამ როდესაც ამას ამბობ, შემდეგ თითქოს აკეთებ ესეთ დაშვებას, რომელიც ძალიან გავს სამთავრობო მესიჯებს, აი როცა გადიხარ საზოგადოებაში, ღებულობ კონკრეტულ კითხვებს ლიდერებზე, ანუ გინდა ერთიანობა ყველასთან ერთად, მაგრამ ამავდროულად იზახი, რომ იცი რა, მოდი, პარტიები გაიწიონ. არა, მაგ ადამიანების გამოცდილება მაქვს, რომ ერთიანობისთვის მზაობა არ აქვს, გესმის და მაგიტომ ამბობ. ნახე, პროცესი დაგშორდა, ვისაც ერთიანობისთვის მზაობა არ აქვს. 4 ნომრის წარმომადგენელი და ხელს იშვერ დანარჩენ პარტიებზე, მაგრამ ისინი შენსკენ გამოიჩენენ ხელს და ჩვენ რეალობა არ ვიცით, ვის გამოვიდა. როგორ არის რეალობა? შენ ხო იცი, ვინ შევიდა პარლამენტში? არა, შენ ხო იცი, ვინ შეეკრა რეჟიმს? ეგ მაგის მერე პროცესი იყო, ნახე, მე თავი ოთხიანებს, აი თავისუფალ იმ დროს ყველა ბოიკოტში ეყავით. კი ბატონო, ყველა მომხრე იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი მიდიოდა ქუჩაში. 4 ადამიანის ხდებოდა და არ ვიცი, ვერაფერი. არა, შენ ხო თავისუფლების მოედანსაც ძალიან ხშირად ახსენებ. აი თქვა დავივიწყოთ ჩემი სიმპათიები თქვა 4-ის მიმართ, ხო? თავისუფლების მოედანმა დადო მშვენიერი სტანდარტი არ შევიდა, არ გარიგდა რეჟიმთან, მიყვება რეჟიმის დემონტაჟის იმ ხერხს, რომელიც მიაჩნია ყველაზე სწორად. ასე თუ ისე ყველა ადამიანი უკვე ჯგუფად ყოფილი ოპოზიციურ სპექტრში დაჯდა და შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. შენ ამ შემთხვევაში შენი მისწრაფებებით სავარაუდოდ უნდა იყო იმ ერთიანობის წევრი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ არის და ალბათ ნებისმიერი რაღაცის მიუხედავად, იმიტომ რომ შეიძლება წყენები, იდეური აცდენები, ბევრ რაღაც გქონდეს ერთმანეთის მიმართ. და ერთი მთავარი კიდე რის თქმაც მინდოდა მე. ეგ არის, კი ბატონო, ეგ არის ის, რომ კი ბატონო, ერთიანობა მაინც აუცილებელია. და მე მართლა მჯერა იმის, რომ აი, როდესაც სხვადასხვა გაერთიანებები წამოვლენ და თუნდაც ის, რასაც შენ თვლი შეცდომად, ამაზე უკეთეს აზრს მოგვაწვდი. იმიტომ რომ ხშირად ხედავ ინფლუენსერებს, რომლებიც საუბრობენ, რომ აი, ეხა გუშინდელ დაინიცირებულ კანონზე საკუთრების გადასაღებად ციგიჟერო რომის აღსრულებასაც ვერ ხედავთ, სად ხართ და რატო არ აპროტესტებთ, რატო ყვერი ხართ? აი, რუსულ კანონზე რო დაიგლიჟეთ ხმები და ადამიანს უყურებთ. ინფლუენსერების მიმართ კრიტიკას. კი, 100,000 გამომწერი ყავს, გამოსულიყავი რუსულ კანონზე და იქნება აქამდეც არ მოსულიყავი. ან შენ თუ არ მოგწონს, გამოდი შენ გააკეთე უკეთესად და რაიც რო არ გამოგყვები, ხო? უცხო ხალხს თუ მიყვება ადამიანი, იქნება და შენს გამოყოს. პრობლემა ეს არის, რომ თუ შენ რაღაცა არ მოგწონს, მე ვიყავი ამ პოზიციაში ზუსტად ჩარშან, რასაც ეძახიან სამოქალაქო აქტივისტები. კარგია, რომ ბოდიში აი ბაბლების ამბავს რო არ ეთანხმები, იმიტომ რომ ეგეთ ხალხს ბევრი უშლი, ანუ ეგეთ ხალხს, ანუ ბევრს ძალიან ბევრი ვიცი, რომ ზუსტად აი ეს ბაბლების რაღაცა მართლა ძალიან ნეგატიური და შეურაცხყოფელი დამოკიდებულება უშლის ხელს, რომ საჯაროდ პოზიციონირდეს პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში. ხო, ბაბლის ზრდას უშლის. ნებისმიერ ვარიანტში გინდა ჩემთვის პოზიტიური იყოს, გინდა არა პოზიტიური. სულაც რომ ზედამთვარი ამოდიოდეს, უბრალოდ ჩართვამები და მოპატია. კი, არა, რასამ. ნახე საერთოდ მოდივარ, მე რა არ მომწონს. როდესაც სამოქალაქო აქტივისტებში ვიყავი და ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ, ანუ მართლა 2011 წლიდან რეჟიმი რუსულია ჩემთვის, იმიტომ რომ აი 2011 წლიდან რა წამს ფეხი შევდგი კადეტთა ლიცეუმში 15 წელს გავხდი, აი რო დაიწყო ეს რუსული სისტემის შემოსვლა, რაღაცა სიგიჟეები, იდეური გატესტოები, კოდორის ბიჭების საეჭვო სიკვდილი და მთელი რიგი წყება იმ სისულელეების რაც ხდებოდა, ოღონდ მე აღმოჩნდა რომ არც ეს სულელური რუსული გეგმა იყო, ხო? ეგ ჩემთვის მიუღებელი იყო და იმ დღიდან მოყოლებული ვეძებდი, ძალა
ყველას, რომელსაც ვერ პოვლობდი, ვერ ვეყრდნობოდი და ერთადერთი ის კი არა, რომ ვიღაც მოვიდა ეს მართლა მესიასავით და გზამაჩვენა. ეგეთი რაღაც პოლიტიკაში არ ხდება. შენ თავს მეტი ვერავინ ვერ გადაგარჩენ, ადამიანი მაშინ ხდების დასრულს აფხვდები, რომ არავის მედი არ უნდა ქონდეს საკუთარ თავზე მეტად, ხო? თემა ეგაა, რომ ყველაზე კარგი რჩევა რაც მივიღე მეგობრისგან არის შენ თვითონ დაიწყე საქმის კეთება. მართლა კი, ეგრეა, ნახე მე ვიყავი ყველას დიდი კრიტიკოსი. აიღე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. გამარჯობა, ნახე რა იყო ჩემი თემა არის რომ ავიღე კონკრეტული მიმართულება, აი თქვათ თავდაცვის მიმართულებით, რასაც ფიქრობ რომ ჯეროვნად არა მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს. ეს არის ნახე შენშიც რა მომწონს ახლა თუ არ მოგწონს ის რაც ყველა მეკითხება აი აქამდე სად იყავიო რა. სად ვიყავი რა ვიცი მივენდე პროცესს მოვყოლოდი მეტი თავარია ატესტად იქნება. ნახე ძალიან მნიშვნელოვანია სათხარ, მაგრამ ის მნიშვნელოვანია საითმეტი ხარ. შეხედე რას გეუბნები შენ რაც არ მოგწონს ეხლა 3-4 პუნქტი ჩამოთვალე და ამ პროცესს წავიღე. ეს პუნქტები რო არ მოგწონს, ხო? შენ წაიღე მომწერე და ჩემ აზრს მოგწერე აქ დაიწყე კამპანიის წარმოება და მხარს დაგიჭერთ, ანუ რატომაც არა თუ რაღაცაში ჩვენ გამოვდექით სუსტები, თქვენ გამოვდექით ძლიერები რაღაც შენ რეალურად მეუბნები არაერთხელ მითხარ სხვათა შორის რომ ეგ არისო აი რასაც შენ ამბობ ეგ არის იდეალური სცენარიო. ოღონდ რესურსი არ არის მაგისი, აი კი ძალიან ძახილი რესურსი არ არის რა, აი რას გულისხმობ რესურსი? ჩემი აზრით არის ჩემს ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანური რესურსი. მესმის თუ ადამიანები ამ ყველაფერზე ვთანხმდებით რომ იდეალური სცენარი ეს არის, ესე იგი პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი შეუძლებელია. ეხლა უნდა მოხდეს რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში, იმიტომ რომ დიქტატურა არ სრულდება საარჩევნოებთან. ხო და ქუჩაში რომ მოხდეს, შენ გინდა რომ ქუჩაში ხალხი წამოიყვანო, რა ქუჩაში რომ ხალხი წამოიყვანო, უნდა გახვიდე და ამ ხალხს დაელაპარაკო. უკვე გამოსული ადამიანები გეუბნებიან რომ იმედი გაუცრო ამ პოლიტიკურმა სპექტრმა, რომელსაც მიენდო და გეგმა ვერ დაიდო. გარე, გამოსული ადამიანების ნაწილი მე შემიძლია 10,000-ობით ადამიანი გაჩვენო, რომელიც კონკრეტული პარტიების და ქუჩაში გამოვა დაბრუნდება. კი, ამ შემთხვევაში ეს რა შემთხვევაში? ბიჭო, ამის მაგალითი. აი თუნდაც 4 ოქტომბერს გეტყვი. 4 ოქტომბრის მაგალითი. მე არ ვამბობ კონკრეტულ დღეზე 4 ოქტომბერს რა მოხდა და რაც მოხდა ყველამ. როცა დაიგეგმა მოკლედ 4 ოქტომბერი. აი მაგალითად კოალიციას სრულებისთვის რა იყო? 4 ოქტომბრის გეგმა იყო გამოსვლა რუსთაველზე დემონსტრაციულად და ფიქსირება რომ არ ღებულობდი რეჟიმის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში სპეცოპერაციის მონაწილეობას და არა დადგომა რუსთაველს. რევოლუციური ცვლილება. იმიტომ რომ არავის არ ჯეროდა მაგის. არ ვიცი ეს ჩემი საქმე არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიყავი არც ორგანიზატორი და არც ვიღაცებივით მე ვიყავი და არ ვიყავი ეგეთი არაფერი არ გამიკეთებია. ყველა თავის აქცენტს ადამიანები რომლებმაც პროცესი ვერ მართეს, ანუ ჯერ ერთი გეგმა არ თქვეს, მე რაღაცა კაცური მასა წამოვიდეს, ქალური მასა დარწმუნდა. ნახე, მე ვერა პირველ რიგში მართლა ეხლა ადამიანი ვარ, მე დაისწრებული ადამიანი ვარ და დაპატიმრებულ, მით უმეტეს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანზე ვერ ვიტყვი ვერაფერს. არაფერს არ ვიძახი მაგ ადამიანებზე. კიდე ერთხელ ვამბობ, ანუ გასაგებია რომ დაპატიმრებულია, არც ცუც ვამბობ. ანუ უბრალოდ ვამბობ, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ არანაირი რესურსი კიდევ ერთხელ. ნუ ჰქონდათ პროცესის სამართავად ფაქტია, ხო? და ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი არა, მე გეუბნები სტანდარტს, მეკანახე 4 ოქტომბერს აგაკეთა. ანუ სტანდარტი 4 პარტიაზე გეტყვი. დრო აგირჩი ახალი. თქვენ საერთოდ არ ვთქვით 4 ოქტომბრის ამბებში, როგორც მახსოვს, მე 4 ოქტომბერი ჩვენთვის იყო რა? დრო აგირჩი ახალი თავისუფლების მოედანი. გამოსული იყო 4 პარტია. ძალიან დრო აგირჩი ახალი თავისუფლების მოედანი? თავისუფლების მოედანი ჯერ არ აგირჩეს, მაგრამ კი, წარმოუდგენელი იყო ამორჩევლებით დემონსტრაციულად უარყვეს არჩევნები, რუსული სპეცოპერაცია, დადგნენ რუსთაველზე, როგორც ხო, ანუ თქვენ არანაირი რევოლუციური ცვლილებისთვის არ იყავით გამოსული, მაგას ვიძახი, ზუსტად თქვენ იყავით გამოსული. ხო და არჩევნების წინააღმდეგ, ანუ მე იმას ვამბობ, რომ ეხლა ოქტომბერზე არ ვდებატობთ რომ უბრალოდ მაგალითის სახით იყო მგონი მოყვანილი. კი და მე მჭირდება დაახლოებით 30 წამი რომ რაღაც შევკრა და 30 წამს მოგცემ და დავასრულოთ. ხო, ჩვენ ფართო სამსჯელო თემა გქონდა და ერთ დღეს შემოწურვადი არ არის. უბრალოდ ამ თემას არ მინდა რომ ისე ჩავუაროთ რომ არ შევეხოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის ხმა არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ მაინც და მაინც მოთხოვნა მიწოდებას არ უნდა მოვერგოთ, ეს ეკონომიკა არ არის, ანუ მაშინ ხმის მონადირე და რაღაცის გაიძვერა უნდა იყოს. ჩემი აზრით არის პრინციპები, არის იდეები. ძალიან არ მომეწონება თუ ოდესმე პოლიტიკურ საქმიანობაში სადღაც შედარებით მაღალ შრეებზე წავალ, ვიყო მოსაწონი ახლანდელი ოცნების ძირი ამორჩევლისთვის. ხალხისთვის, რომელიც კორუფციაშია ჩართული, რომელიც ტენდერების სარგებელზეა, მე მათთვის მოსაწონი არ ვიქნები და კიდე ერთს დავამატებ უბრალოდ ჩვენი ახალგაზრდობის სიჭრელით და მრავალფეროვნებით, მათთვის შეიძლება მოსაწონი არ ვიყოთ ერთხელ, აი ამით დავასრულებ, ერთმა მეგობარმა მთხოვა რომ აი აქციაზე ზედმეტად ჭრელები და ახალგაზრდულები ვართ, მოდი იქნებ გავაკეთოთ რაღაც ტრადიციული, გამოვიდნენ და იმღერეს ჩაკრულო რუსთაველის მოედანზე. გამოვიცანი რა მოხდა? 2000 ტროლი ყველაფერს გვაგინებდა. ამათ მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არიან უხეშად ვიტყვი სალაფ ჰაუსს რაღაცა
ცხოველი ხო და როჭერდება მანდაც უნდა მიხვდე რომ ნორმალური ადამიანები არიზიარებენ ზუსტად ქართული ოცნების მაგ დამოკიდებულებას და მათი თუნდაც ამომრჩეველი რო იყოს ქართული ოცნების რა შენ მიმართ აი ეს სალანძღავი სიტყვებით არ მოდის ამიტომ ჭირდება ტროლი გესმის ამიტომ არის მოდი ორ-ორი წუთი გვექნება და ჩასატევს კიდევ მოვასწრებთ სათქმელს ეს არის საბოლოო ეპიზოდი შემაჯამებელი სიტყვა სადაც გექნებათ როგორც უკვე თქვი ორ-ორი წუთი ბექა შეგიძლია შენ დაიწყო ხო, საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ რა, სად მივდივართ, რომ ჩვენ გვჭირდება უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა იმისთვის, რომ აი ესეთ ავტოკრატიულ რეჟიმს, რომელიც იყენებს ძალას პირდაპირ მნიშვნელობით, ყველანაირს უკვე რა სამართლებრივ დონეზე ჯერ კანონს მიიღებს და მე ამის აღსასრულებლად იყენებს იმ ძალას, რომლის რესურსიც აქვს და რომელიც გააჩნია, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალგაზრდულ ძალას შეუძლია არ დაუშვას ის შეცდომები, რომელიც დაუშვა ოპოზიციურმა სპექტრმა, იმით რომ ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლიათ და გაერთიანება არ შეუძლიათ, რასაც თავისი გამოწვევი მიზეზები აქვს ის წინარე დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ რაც გაუჟღერებიათ და შეურაცხყოფები რომლებიც მიუყენებიათ დარწმუნებული ვარ ეგერს ხელს უშლის იმას რომ ერთმანეთთან რაღაცა ნორმალური პროცესი აწარმოონ ამის გარდა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ჩვენ გვაქვს რესურსი მივიდეთ თითოეულ ადამიანთან ახალგაზრდებს არ აქვს მნიშვნელობა ახალი თაობის პოლიტიკოსებს გულისხმობ ახალგაზრდებში ხო და ეს შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი იყოს კიდევ ერთხელ ვამბობ რომელსაც თავისი პროფესიული მიმართულებით გამოცდილება აქვს კონკრეტული ბექგრაუნდი აქვს და კონკრეტული გეგმა და მიმართულება შეუძლია რომ შესთავაზოს საზოგადოებას კონკრეტული რაღაცა მიმართულებით ხო ეს იქნება რაღაც საგანმანათლებლო სასოფლო სამეურნეო ეკონომიკა თუ ასე შემდეგ ხო ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს რესურსი რომ მივიდეთ საზოგადოებას პირდაპირ ვესაუბროთ იმაზე რა არის გასაკეთებელი რაში შეიძლება მათი ინტერესები გატარდეს ერთად დგომის პირობებში და არ დაიკარგოს დრო იმაზე ვის გვერდით დგახარ რომელ პარტიას წარმოადგენ რომელი პარტიის ლიდერების მიმართაც ნდობა არ აქვს და მე ის უხსნა რატო არ აქვს ნდობა და სინამდვილეში ანუ რეალურად ამის ყველანაირი საფუძველი აქვს უამრავ ადამიანს რომელიც გეუბნება რომ ამ პარტიის ლიდერებს რომლებიც ლიდერები არიან წლების განმავლობაში და კიდევ ერთხელ ვამბობ რომ არანაირი მექანიზმი არ აქვს შიდა პარტიული დემოკრატიული რომელიც პირველ რიგში თუნდაც საკუთარი ამორჩევლის აზრს გაითვალისწინებს როგორ უნდათ რომ ფორმირდებოდნენ როგორ უნდათ რომ რაღაცა პოლიტიკურ პროცესს აწარმოებდნენ და როგორ შეიძლება ლიდერები ყალიბდებოდეს ზოგადად თუნდაც შიდა პარტიული ხო და ამიტომაც ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მოუწოდებ ვისაც სურვილი გაქვთ ვისაც შეგიძლიათ საკუთარი ცოდნით საკუთარი გამოცდილებით საკუთარი რაღაცა პიროვნული უნარებით საკუთარ თავზე აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა და თვლით რომ ეს პასუხისმგებლობა ასაღებია მით უმეტეს იმ პირობებში რა პირობებშიც დღეს გვიწევს ცხოვრება არ ვიცი მაქსიმალურად მივაწვინოთ ხმა ერთმანეთს მაქსიმალურად გავერთიანდეთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს რეჟიმი ანუ ჩამოშლის პირას არის და დიდხანს ნამდვილად ვეღარ გაძლებს მადლობა მიშო შეგიძლია რომ შენც კი ბატონო ანუ რეჟიმი რო ჩამოშლის პირას არის მაგის ინდიკატორი ის არის რომ თუნდაც ჩვენი პირველი გადაკვეთა 2-3 კვირის წინ გასაგებად უფრო ხისტი იყო და დღეს მივედით იქამდე რომ უკვე რაღაც საერთო გეგმები წარმოგვიდგა თვალწინ ეს არის ზუსტად ის რომ ჩვენ ერთმანეთთან დიალოგს ვახერხებთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას და გულისხმობ ალბათ არავის გარიყვა პროცესიდან არ შეიძლება ვინც უშუალოდ გარიგებული გარდა იმისა ვინც უშუალოდ გარიგებული არის რეჟიმთან ამ შემთხვევაში არის ერთი პრინციპი რაზეც უნდა შევთანხმდეთ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას და ისტორიულ მისიას რომ ეს ქვეყანა საბოლოოდ გახდეს ისეთი რომ დემოკრატიას საფრთხე არ შეექმნას უნდა მოხდეს ამ რეჟიმის დემონტაჟი უნდა მოხდეს ნებისმიერ ფასად ერთმანეთის თუნდაც ერთმანეთისთვის მიუღებელი ძალების თანამშრომლობის ფასად უნდა იყოს ერთი მკვეთრი პრინციპი რომელიც არ უნდა დავარღვევთ არ ვეთანამშრომლებით რუსულ რეჟიმს არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას და ვაჩქარებთ მის როგორც საერთაშორისო ისე შინაგან იზოლაციას და დელეგიტიმაციას რაც შეეხება ბექას ვეთანხმები საზოგადოება ჭრელია აქვთ მრავალი ინტერესი აჩვენა არჩევნებმა კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს და ერთეულებს ყავთ კონკრეტული ამორჩეველი საკმაოდ დიდი რაოდენობა მეცაც ვიტყვი იმის რაოდენობა რაც საკმარისია მოქმედი ძალის ხელისუფლებიდან გასასტუმრებლად რიგმა გაუცრუა იმედები საკუთარ ამორჩეველს რიგმა გაამართლა არსებობს ნეიტრალური მასა ძალიან დიდი რომელთანაც საუბარი აუცილებელია არ არის ყველა ისე განწყობილი რომ ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და არა ისე რომ ვინმე ემხრობოდეს პირიქით ძირი რეიტინგიც ბევრი აქვს ბევრ პარტიას ამიტომ რომ სამუშაო ძალიან დიდია შენთვის სამუშაო ძალიან დიდი არსებული პარტიებისთვის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ დროულად დაისამარა თავი პოლიტიკურად ყველა ვინც რეჟიმს შეეკრა და ეთანამშრომლა პალიტრა ძალიან დიდია ბექას წარმატებებს უსურვებ და წარმატებებს უსურვებ
ასევე აუცილებლად იმ პარტიებს, რომლებიც რეჟიმთან არ გარიგდნენ. ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, რადგან ჩვენ ვახერხებთ თავარ პრინციპზე შეთანხმებას და რა თქმა უნდა მომავალი ჩვენი. მადლობა. დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, დროის დათმობისთვის, თქვენი პოზიციების დაცვისთვის, დაფიქსირებისთვის. მაყურებელს კი ვეტყვი, რომ პირველ რიგში მათაც დიდ მადლობას გადავხდი ყურადღებისთვის, იმედია რომ საინტერესო დებატები შემოგთავაზეთ. გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემა გადის ყოველ ორ-შაბათს 22 საათზე მის YouTube პლატფორმაზე და გთხოვთ, რომ გამოგვიყვეთ, გამოგვიწეროთ სხვა სოციალურ ქსელებშიც გვადევნოთ თვალი და შეგახსენეთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი არის საქართველოს უნივერსიტეტი.